არჩევნების მეორე ტურის ყველა პოლიტიკური სუბიექტი მინუს ქართული ოცნება. ჩვენი დღევანდელი დებატები რეალურად არასადებატო ფორმატში ჩაივლის, ვინაიდან მმართველმა კოალიციამ არ ისურვა ამ სტუდიაში ოპონენტების პირისპირ დადგომა. ჩვენი შეთავაზება კი ბოლომდე ძალაში დარჩება, ამიტომაც მთელი გადაცემის განმავლობაში სტუდიაში ორი ტრიბუნა იდგება, რომელთაგანაც ერთ-ერთი ქართული ოცნების კანდიდატებისთვის არის გათვალისწინებული. მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ გადაიფიქრონ და შემოგვიერთდნენ დებატებში. რუსთავი ორი მზად არის მათ საეთერო დრო დაუთმოს. დღეს ჩვენ რამდენიმე ქალაქის მერობის კანდიდატი გვეყოლება სტუმრად, გვექნება ჩართვებიც, მაგრამ დავიწყოთ დედაქალაქით. ძალიან ვწუხართ, რომ თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები საერთაშორისო ორგანიზაციამ გამართა, რითაც ხელი შეუშალა დებატების გამართვას ტელეკომპანიებში, მათ შორის რუსთავი ორში, ვინაიდან დავით ნარმანია სწორედ გუშინდელ ღონისძიებას იყენებს გამამართლებელ საბუთად, როდესაც უარს ამბობს ტელედებატებზე და თვლის, რომ ამით საზოგადოების წინაშე დებატებთან დაკავშირებული ვალდებულება უკვე შეასრულა. ამიტომაც ნარმანიასთვის გამოყოფილი ტრიბუნა დღეს სარიელი დარჩება. მე კი მივესალმები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას. მოგესალმებით. საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა რომ თქვენ მაინც ხართ ჩვენთან ერთად და სრულიად სარიელი არ დარჩა სტუდია და მარტო არ ვარ სახლში. ბატონო ნიკა. პირველ რიგში გავაგრძელებ სწორედ ამ თემას, რაზეც მე ვსაუბრობდი, როგორ ფიქრობთ, რატომ განაცხადა დავით ნარმანიამ უარი დებატებში მონაწილეობაზე და თქვენს პირისპირ ამ სტუდიაში? ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი ნარმანია, ჩემი კონკურენტი არ იმყოფება დღეს ტელეკომპანიაში, საიდანაც მოწვევა ჰქონდა ჩვენ თვალწდები 10 დღის წინ, ჯერ კიდევ, ასევე იგი არ გამოცხადდა ტელედებატებში საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც ასევე მარტო ვიყავი, როგორც ეხლა ვარ. ტელეკომპანია მაესტროსგან ჰქონდა ჩვენ მიღებული მოწვევა და იქაც არ გამოცხადდა და უარი თქვა და ძალიან სამწუხაროა, რომ ქართულმა ოცნებამ დაუწესა მედიას თამაშის წესები და ფორმატი დაუდგინა და მხოლოდ იმ დებატებს დასჯერდა, რომელიც გუშინ გაიმართა შერატომეტეხ პალაში, თუმცა ვფიქრობ, მოცემულობა არის აბსოლუტურად განსხვავებული, მეორე ტურია და გუშინ დებატები წარიმართა მხოლოდ 1 საათის განმავლობაში და ვერანაირად ვერ იქნებოდა საკმარისი იმისათვის, რომ თბილისელებისთვის მკვეთრად ჩამოგვეყალიბებია ჩვენი გეგმა, პროექტების შესახებ გვესაუბრა და რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნებოდა, რომ რუსთავი ორშის ხვალ გვაქვს ტელეკომპანია იმედში ასევე მოწვევა და მე მივდივარ და როგორც ჩანს, იქაც არაპირებს ბატონი დათო მოსვლას. ეს არის ზოგადად ძალიან სამწუხარო. სიმართლე გითხრათ, მეც როდესაც მიწევს ტელედებატებში მონაწილეობის მიღება, რა თქმა უნდა, ეს გართვევს ენერგიას, გართვევს დროს და ძალიან ბევრ შეხვედრას აქედან გამომდინარე ხშირად ვერ ატარებ, მაგრამ ვაცნობიერებ მარტივ რამეს, რომ ეს არის დებატები, რომელიც არა ჩემს ოპონენტს, არამედ ჭირდება თბილისელებს და თბილისელების პატივისცემაა ჩემის აზრით ის, რომ ჩვენ გავმართოთ დებატები, საგნობრივი დებატები, გუშინდელი დებატები ალბათ შორსი იყო კლასიკური დებატებისაგან და ბატონი დათო საუბრობდა და ქართული ოცნება რომ ის იყო საერთაშორისო სტანდარტებით დაცულ ფორმატში და მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ზუსტად ერთ-ერთი ეს დებატები, რაც გუშინ ვიხილეთ, გაიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირველ ტურში. ამიტომ მე ვერაფერი განსხვავებული იქ ვერ ვნახე, გარდა იმისა, რომ უბრალოდ ვიყავით ნაცვლად ტელევიზიისა სასტუმროში. აბსოლუტურად იდენტური იყო დებატები და განსხვავება არის მეორე ტურში მარტივი, სამწუხაროდ, თუ კი პირველ ტურში ჩვენ 5 დებატი გავმართეთ, მეორე ტურში გვიწევს შემოვიფარგლოთ მხოლოდ 1 დებატი. და თქვენ ამბობთ, რომ ეს არ არის, რა თქმა უნდა, საკმარისი. რატომ უნდა გააკეთოს ამ მომრჩეველმა არჩევანი თქვენზე და არ უნდა გააკეთოს არჩევანი ამ შემთხვევაში დავით ნარმანიაზე? ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება მოგვიწევს ზეგ ჩვენ 12 ივლისს და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცემა თბილისელებს. არჩევანი ან განვითარების გაგრძელების სასარგებლოდ, ან განვითარების სამწუხაროდ შეჩერების სასარგებლოდ. სამწუხაროდ ჩვენ უკანასკნელი წელიწადი 8 თვის განმავლობაში ვიხილეთ სრულიად საქართველოში სრული სტაგნაცია, ეს არ არის, რასაც ველოდებოდით, მათ შორის მეც მოდით გამოგიტყდებით, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუნდაც 1 წლის წინ, რომ ჩვენს ქვეყანას ეყოლებოდა ესოდენ უნარო და არაკომპეტენტური ხელისუფლება და მქონდა სადღაც იმედი, რომ ყველაფერი ის კარგი და პოზიტიური გაგრძელდებოდა, რაც იყო წინა წლებში და ყველაფერი ის ცუდი და ნეგატიური, რაც ასევე არსებობდა, იქნებოდა ასე ვთქვათ უგველყოფილი. მივიღეთ აბსოლუტურად სხვა სურათი და ვფიქრობ თბილისში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს, მსგავსი პროცესების განვითარებას საშუალება არ უნდა მივცეთ. ჩვენ გვაქვს ძალიან მწყობრი გეგმა და ხედვა
ქვეყნის განვითარებისა, მთელი რიგი პროექტები, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ თბილისელებს, არა სურვილებზეა უბრალოდ დაფუძნებული, არამედ მზამდგომარეობაში არის 95% აბსოლუტურად არის მოლოდინის რეჟიმში, მას შეიძლება მხოლოდ განხორციელებას და რეალიზებას. ჩვენ ვისაუბრებთ ამ პროექტებზე უფრო დეტალურად, თქვენ თქვით, რომ წლების განმავლობაში თბილისის სწორი მიმართულებით მიდიოდა და თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ გიგი უგულავას თვლით თბილისის საუკეთესო მერად. რას შეინარჩუნებდით გიგი უგულავას პერიოდიდან და რას შეცვლიდით? რა თქმა უნდა, ეხლა არის თუ არა ისეთი ასპექტები მის საქმიანობაში, რომელსაც თვლით, რომ არის? ძალიან მიჭირს ეხლა გიგიზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც ვიცი, რომ იგი არის მოთავსებული წინასწარ, ასე ვთქვათ, პატიმრობაში, მაშინ როდესაც ამის აბსოლუტურად არანაირად საჭიროება და აუცილებლობა არ არსებობდა იმ ასე ვთქვათ საფარქვეში თითქოს იგი მიმავალს აპირებდა რისიც დარწმუნებული ვარ არავის არ ჯერა და მე ძალიან ბევრი მეგობარი ახლობელი ნაცნობი მყავს რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანია და უბრალოდ მკითხე და მაინტერესებდა მათი აზრი თუ რას ფიქრობდნენ ამ დაკავებასთან დაკავშირებით ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური აქტი მეორე ტურამდე 6 დღით ადრე როდესაც ასეთ დაჭერას განახორციელებ რა თქმა უნდა ეს არის შორს დემოკრატიული სამართლიანი არჩევნებისაგან და მე დარწმუნებული ვარ და მინდა თქვა პირდაპირ ეთერში მიუხედავად იმისა რამდენად მოახერხა ცენტრალურმა ხელისუფლებამ გიგი უგულავას დისკრედიტაცია და მოახერხა როგორც ჩანს საზოგადოებრივ სეგმენტებში რიგში მე მინდა თქვა რომ გიგი უგულავა არის ჩემი მეგობარი მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ წელიწად ნახევარია ვიცნობ და ასეთად დარჩება და მე პოზიციებს და სიმპათიებს ადამიანების მიმართ არ ვიცი იმის და მიუხედავად რამდენად პოპულარულია ამა თუ იმ მოცემულ პერიოდში ასე რომ სამწუხაროა რომ ეს დაკავება მოხდა არჩევნებამდე 6 დღით ადრე მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნის შესრულებისათვის რომ ბატონ ასე თქვა დათო ნარმანიასთვის მიეცათ ხელსაყრელი პირობები მათ ჩათვალეს რომ სწორი მომენტი იყო ეხა გიგი უგულავას დაკავებისთვის და განახორციელეს ეს ჩემი აზრით მიუღებელი დაკავება წინა შემთხვევაში მართლა არ მესმის და არალოგიკურია რატომ აი კარგი პირდაპირ თქვა მოდით გულწრფელად პოსტ არჩევნები რო დაეკავებიათ გიგი უგულავა ეს აჟიოტაჟი ხო არ მოყვებოდა არც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არც ასე ვთქვათ მოსახლეობაში იქნებოდა ასთა სხვადასხვაობა მაგრამ ვიღაცამ ჩათვალა რომ ეს არის ასე ვთქვათ დამატებითი мотиваცია შესაძლოა გახდეს მავანისთვის რომ იგი მივიდეს არჩევნებზე რომ დაინახავს გიგი უგულავა არის დაკავებული ეს არის აბსოლუტურად რა თქმა უნდა მცდარი მოსაზრება და ყველაფერს რო თავი დავანებოთ ვფიქრობ რომ მოგწონდა არ მოგწონდა მოგწონს არ მოგწონს გიგი უგულავა მე დარწმუნებული ვარ რომ ის ახალგაზრდა კაცია და მთელი ცხოვრება აქვს წინ ძალიან ბევრი სამწუხაროდ ყოფილა პენიტენციარულ სისტემაში ციხეში მაგრამ ძალიან ბევრს წარმატებით გაუგრძელებია ცხოვრება და მე დარწმუნებული ვარ გიგი უგულავა მრავალ სიტყვას წარმატებულ ცხოვრებაში იყვის მაგრამ რაც შეეხება რამდენ წარმატებული იყო თუ არ იყო უგულავის მერობის კანდიდატი კონკრეტულად რას გააგრძელებდით თქვენ გიგი უგულავას მიმართულებით იყო გიგი უგულავას მიმართ მისი მერობის ასე ვთქვათ პერიოდის შეფასებისას როგორიც ვიყავი მე მან სამას დააკავებდნენ რა თქმა უნდა გიგი მაგრამ მაინც მე ვიტყვი ვინაიდან ვფიქრობ რომ ეს უნდა ითქვას გიგი უგულავა ჩემთვის იყო მაგალითად მაგალითი და მასში გაერთიანებული იყო ის ელემენტები რომელიც აუცილებლად უნდა ასე ვთქვათ ავიღო და იყო ასევე ის ელემენტები რომელთაც ჩემის აზრით აუცილებლად უნდა მეთქვა ჩემის აზრით მას რა თქმა უნდა ქონდა გადაცდომები, ქონდა შეცდომები დაშვებული, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა უამრავი წარმატებების კვალდაკვალ. მე ძალიან მიმძებს ახლა მასზე კრიტიკულად ვისაუბრე, როდესაც ვიცი რომ იგი არის საპატიმროში, ასე რომ მოდი ძალიან კონკრეტულ შემთხვევას დაგისახელებთ, რომელიც ძალიან ხმაურიანი ფაქტი იყო, ხმაურიანი ინციდენტი იყო და დღემდე ახსოვს მოსახლეობას თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის დანგრევა პირდაპირ ეთერში უყურებდა ამას საქართველოს მოსახლეობა. აბსოლუტურად მიუღებელი იყო სამწუხაროდ ნამდვილად ეს იყო ერთ-ერთი დიდი შეცდომა და მე გიგისთან ამის შესახებ ვისაუბრია პრივატულად და ზუსტად ვიცი რომ იგი ამაზე ძალიან ნანობდა რა თქმა უნდა ეს იყო შეცდომა ამაზე ორი აზრი არ არსებობს მიუხედავად იმისა რომ ფორმა იყო რა თქმა უნდა მიუღებელი რა ფორმითაც ეს ხალხი იქნა გამოსახლებული
და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩავარდა. თორე სხვაგვარად იქ მაცხოვრებელი, ასე ვთქვათ, ხალხი დღეს ცხოვრობს რუსთაველის გამზირზე, პირველი საშუალო სკოლის უკანა ახალდაშენებულ შენობაში. მაგრამ ფორმა, რა ფორმითაც მათ მოექცნენ, რა თქმა უნდა, იყოს მიუღებელი და მე ზუსტად ვიცი, რომ გიგი უგოლავა ამაზე ნამდვილად ნანობს. არ ფიქრობთ, რომ პიროვნულად თქვენ შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი გიჭერდეთ მხარს, მაგრამ ძალიან დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი იყოს ის, რომ თქვენ ნაციონალური მოძრაობის სახელით იყრით. ძალიან ბევრს უთქვამს, რა თქმა უნდა, კამპანიისას 4 თვის განმავლობაში ის, რასაც ახლა თქვენ ბრძანებთ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ თუ კი წინა წლების, ასე ვთქვათ, პერიოდში შევაფასებთ და წინა ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ, ჩემთვის გარკვეულწილად, აი, შეცდომებით გაჯერებული წინა ხელისუფლება, ხო? ავიღებთ. დღეს არის მოთავსებული და მოკალათებული ნაწილი, ძალიან დიდი ნაწილი ქართულ ოცნებაში. ამიტომ ჩემთვის თუ კი საუბარი არის წინა ხელისუფლების შეცდომებზე, ძალიან ბევრი ადამიანი და შემიძლია ჩამოთვალოთ, დღეს არის ქართულ ოცნებაში, რომელიც შეიძლება არ ჩანდნენ ტელეეკრანებზე, მაგრამ ზუსტად ვიცი, თუ კი ისინი გადაცდომებით იყვნენ დაკავებულნი, დღესაც იგივე საგრძელებს. სწორედ ამას გულისხმობ, რომ ჩემთვის, რა თქმა უნდა, კონკურენტი არის ბატონი დათო ნარმანია და მე მეგობრებისთვის არაერთხელ მithქვას, რომ ქვეცნობიერ დონეზე ჩემთვის ასევე კონკურენტი და ოპონენტი არის ძველი შეცდომებით გაჯერებული ხელისუფლება. მე გულისხმობ იმას, რომ უამრავი წარმატებების კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, მაგრამ ვფიქრობ, რომ როდესაც წინა ხელისუფლების მისამართით ისმის კრიტიკა, არ უნდა დაგვავიწყდეს თუ უამრავი ხალხი წინა ხელისუფლებას რომელიც წარმოადგენს, დღეს არის ქართულ ოცნებაში და ეს არის აქსიომა, ამას მე მგონი არავინ არ უარყოფს და ვფიქრობ, რომ ქვეყნის დემოკრატიული პროცესების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური გაერთიანება, როდესაც გადადის ოპოზიციაში, აუცილებლად ადრე თუ გვიან დააბრუნდეს ხელისუფლებაში, ვინაიდან ეს არის ქვეყნისთვის ძალიან კარგი და არ შეიძლება რომ პოლიტიკური გაერთიანება როდესაც ოპოზიციაში გადავა, იგი განადგურდეს და მით უმეტეს ხელოვნურად ეს ყველაფერი ვერ მოხერხდება, რის დიდი მცდელობაც სამწუხაროდ აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას, რაც წარმოუდგენლად მიმაჩნია ამ ამოცანის შესრულება. ბატონიკა, თუ თვლით, რომ თქვენ როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენელს, როგორც ღვთაწმინდის გამგებელს დაგიშვიათ რაღაც შეცდომა, რომელსაც აღარ გაიმეორებთ. იცით, ეხლა შეუცდომელი ადამიანი ნამდვილად არ არსებობს, მაგრამ თუ კი თაწმინდის რაიონის გამგებად მუშაობის პერიოდს გადავხედავ, ძნელად თუ მახსენდება რაიმე ესეთი შეცდომა, ყოველთვის იცით, ჩვენ ხვალინდელი დღე გვინდა დღეს, ხომ? ქართველების ბუნება არის ამდაგვარი, რომ ჩვენ გვინდა ვისწრაფოდეთ განვითარებისაკენ და მნიშვნელოვანია, რომ განვითარების, ასე ვთქვათ, კალაპოტიდან არ ამოვარდეთ, რისი მონსტრენიც ვართ წელიწადიდან 8 თვის განმავლობაში. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი მიდის, ასე ვთქვათ, დაღმასვლისაკენ, არა განვითარებისაკენ. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად ფასები იზრდება პრაქტიკულად ყველაფერზე. ნაცვლად მაგალითად გაიაფებული 1 ლარით საწვავისას ჩვენ პრაქტიკულად ეს ტენდენცია თუ გარძელდა, მივიღეთ ლარით გაძვირებულ ბენზინს, ხომ? 10 თეთრით გაძვირდა სულ რამდენიმე დღის წინ. მედიკამენტებზე ფასმა იმატა. ეს ხომ აქსიომა, ამას ხო ხედავთ თბილისელები. სასურსათო პროდუქტებზე იმატა ფასმა. აგერ დღეიდან მაგალითად მოიმატა დღის მატარებელზე ფასმა 26 ლარის ნაცვლად. თქვენ თუ ხვალ ბათუმში გაემგზავრებით, უნდა გადაიხადოთ 51 ლარი, ნაცვლად 26 ლარისა. გუშინ თქვენ მოგიწევდათ 26 ლარის გადახდა, ხომ? ამიტომ სამაგიეროდ შეღავათებით დაწესდა, როგორც დღეს გავიგეთ, ბენზინი გაიაფდება არჩევნების დღეს 5 თეთრით მათთვის, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. დიახ, ესეც მე მივესალმები ამ ინიციატივას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში და ზოგადად ვიმედოვნებ, რომ მსგავსი აქციები ხშირად გაიმართოს. აბსოლუტურად და ეს ფასდაკლება არ იყოს ერთჯერადი ხასიათის მატარებელი. ამიტომ, როდესაც ფასები იზრდება, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და დაჭერების ნაცვლად ფასები დაიჭირონ ცენტრალურმა ხელისუფლებამ. ვინაიდან კატასტროფულად იზრდება. ადამიანებს დღეს თბილისში ნამდვილად აღარ აინტერესებს პოლიტიკური კინკლაობა და დაპირისპირება. მე 4 თვე აქტიურად წამომართე ჩვენს მეგობრებთან ერთად საარჩევნო კამპანია და ნამდვილად არიან გადაღლილნი. მათ არ აინტერესებთ, ვინ არის ხელისუფლებაში, ვინ იქნება ხვალ ხელისუფლებაში. აინტერესებთ იყოს ხელისუფლებაში ის ადამიანი, ის პირთა ჯგუფი, ვინც ქართულ საქმეს გააკეთებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყანას განავითარებს. უმუშევრობა მიმატა, ნამდვილად იმატა 26,000 სამუშაო ადგილი
დაიკარგა მხოლოდ კერძო სექტორში, ხომ? სოციალურ დაუცველთა რაოდენობა მიიმატა 100,000 გაუუქმეს სოციალურად დაუცველი სტატუსი. მოდით ასე ვთქვათ, ბატონო ნიკა, შეგიძლიათ ჩამოვითვალოთ. დაჭერა ხო არ არის პანაცია. კი ბატონო, დაგვიჭირეთ, დაგვადეთ ახლა ხელბორკილები და ყველანი გაგვიშვით ციხეში, მაგრამ ქვეყანას ამით გამავითარებთ? ბატონო ნიკა, შეგიძლიათ ჩამოვითვალოთ ძალიან კონკრეტულად, მოკლედ და კონკრეტულად ის პრობლემები, რომელსაც თქვენ ხედავთ თბილისში და რომელიც პირველ რიგშია მოსაგვარებელი და შესაბამისად შეგიძლიათ აგრეთვე კონკრეტული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ძალიან მოკლედ ვეცდები ჩამოვაყალიბო პირველ რიგში. ავიღოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასური კიდევ უფრო გაიაფთებს, კიდევ უფრო გაიაფთებს. ვამბობ, იმიტომ რომ 2010 წლიდან გარკვეული შეღავათები მნიშვნელოვანი ისედაც არსებობს და ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ყველა პენსიონერი, ყველა პედაგოგი, ყველა სტუდენტი, შესაძლებლობის მქონე ადამიანი, ასე ვთქვათ, ვეტერანები, მათი ოჯახის წევრები, ნაცვლად 20 თეთრისა, რომელსაც დღეს იხდიან, არაფერს არ გადაიხდიან არც ერთ თეთრს მუნიციპალურ ტრანსპორტში, ანუ მეტროსა და ავტობუსში, ყველა სხვა დანარჩენი თბილისელისთვის მგზავრობის საფასური იქნება ნაცვლად 50 თეთრისა 20 თეთრი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის 100 ავტობუსი, რომელიც ჰაერით ჭირდება დღეს ნამდვილად ქალაქს და ვერ შევიძინეთ ვინაიდან გადაყვა ეს ქალაქი ამ კონფრონტაციას, როდესაც ახალი კონფიგურაციის საკრებულო მივიღეთ, ბატონი ირაკლი შიხიაშვილის თაოსნობით სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ ჩავარდა ის ტენდერი, მნიშვნელოვანია რომ შემოვიყვანოთ ის ავტობუსები, რომელიც იქნება შესაბამისი ადაპტირებული ინფრასტრუქტურით მოწყობილი, ასევე მნიშვნელოვანია შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. აუცილებლად წელს უნდა დაიწყოს 2 მიწისქვეშა და 2 მიწისზედა ავტოსადგომის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი თანამედროვე ავტოსადგომების მშენებლობა. 70,000 ავტოსადგომი ჭირდება დღეს თბილისს. ასევე მნიშვნელოვანია ამის პროექტებიც უკვე მზად. ჩვენ გვაქვს 4 პროექტი მზად, ასევე მონიშნულია ადგილები. ამასთანავე ჩვენ გვაქვს მზად რამდენიმე ესტაკადის პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს. ერთი მათგანი ვაშლის ჯვარში, ვაშლის ჯვრის ჩამოსასვლელთან, როდესაც მოძრაობას ვაგრძელებთ ხელმარცხნივ დავით აღმაშენებლის ხეივნისაკენ, იქ ორდონიანი მოძრაობა იქნება. მნიშვნელოვანია ასევე პროექტი განხორციელდეს თამარაშვილის გამზირზე, ვაკის საბურთალოს ეგრეთწოდებულ გზატკეცილზე, სადაც ასევე ორდონიანი მოძრაობა იქნება. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ორსანაპიროს დამაკავშირებელი სამანქანო ხიდი აიგოს, რომელიც ასევე შეჩერდა ჩემი ოპონენტის მეთაურობით, სამწუხაროდ, როდესაც ის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, სამტრედისა და ვეფხისა და მოყვის ძეგლს გულისხმობს, სადაც უნდა აგებულიყო ხიდი, რომლის პროექტი აბსოლუტურად დამტკიცებული იყო და ძალიან გულიმტკივა, როდესაც რამდენიმე დღის წინ ვიყავი ავჭალაში, სადაც ანდრონიკაშვილის ქუჩისა და ჭედიას ქუჩაზე მიმდინარეობს სამუშაოები, სადაც უნდა აიგოს სამანქანო ახალი ხიდი და უცოდ გამახსენდა ის ხიდი, რომელიც უკვე უნდა აგებული ყოფილიყო იმ ადგილზე, რომელზეც მე ვსაუბრობდი. ანუ მნიშვნელოვანი როგორ არ არის, როგორ არ უნდა ვთქვა და როგორ არ უნდა გავაკრიტიკოთ ცენტრალურ ხელისუფლება იმ პროექტის შეჩერებისათვის, რომელიც მან, ასე ვთქვათ, ჩაიდინა შემოვლით რკინიგზათა მიმართებაში. ეს არის ის პროექტი, რომლის 80% სამუშაოები ჩატარებული იყო და მხოლოდ 20% იყო სამუშაოების შესასრულებელი. ეს ის პროექტია, რომელიც ახალ განვითარებას მიცემდა დედაქალაქს და ახალ ბიზნესს მიცემდა. ეს უბრალოდ არ არის პროექტი, რომელიც დასრულდებოდა და ჩვენ ვიხილავდით მხოლოდ უკეთეს თბილისს. რა თქმა უნდა, მხოლოდ უკეთეს თბილისსაც ვიხილავდით და ბევრად უკეთეს ვიდრე დღეს არის, მაგრამ ამავე დროს ესეთი პროექტები არის ძალიან მძლავრი მექანიზმი დედაქალაქის ხელში, რომ დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნას. როდესაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ შეაჩერა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ხომ? ხალხმა დაკარგა სამუშაო ადგილები და შედეგად მივიღეთ კიდევ უფრო მეტი გაჭირვებული. მე ხშირად მითხოს და კიდე გავიმეორებ, რა თქმა უნდა ძალიან დასანანია, როდესაც შარშან 20,000 ბენეფიციარი ყავდა უფასო უმწეოთა სასადილოში თბილისში და წელს უკვე ერთი წლის თავზე ყავს 24,000 ბენეფიციარი, ანუ 4,000-ით მეტი. ესე იგი, რას ნიშნავს ეს? გაჭირვებულს კიდევ უფრო გაუჭირდა. კი ბატონო, ძალიან კარგია, რომ ერთი შეხედვით სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი დაგეგმა ცენტრალურმა ხელისუფლებამ, მაგრამ რის ხარჯზე? იმის ხარჯზე, რომ დაუცველებს შეუჩერა დახმარება და შემწეობა და პლუს შეაჩერა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, იმიტომ რომ სახელმწიფო თავის მხრივ ქმნის სამუშაო ადგილებს მსგავსი პროექტების განხორციელებით და ნაცვლად ამისა ჩვენ რა ვიხილეთ ის მართად ენით აუღწერელი რაოდენობის დარიგებული პრემიები 138 მილიონი ლარი. მე მართლა არ მესმის რაში დაირიგა დღევანდელმა ხელისუფლებამ და როდესაც ჩვენ ვეუბნებით რომ აქციზური გადასახადისაგან
საწვავი უნდა გავათავისუფლოთ, რომ 25 თეთრით გაიაფებული საწვავი მივიღოთ, რაც საწარმოო ხარჯებს შეუმცირებს, მცირე მეწარმეებს და არა მხოლოდ მცირე მეწარმეებს და მოქალაქეებს ელემენტარულად შვებას მიცემს და ეს ყველაფერი მხოლოდ 180 მილიონი ლარის დანაკლის გამოიწვევს სახელმწიფო ხაზინაში, მაგრამ ამავე დროს ეკონომიკისთვის წამახალისებელი ფაქტორი იქნებოდა და 400 მილიონით მეც მიიღებდა ხელისუფლება. და ისინი გეუბნები, რომ აი 180 მილიონი ლარით ნაკლები შემოვა. 180 მილიონი ლარით კი არა, მეტი შემოვა, 400 მილიონი შემოვა, მაგრამ ამავე დროს, როდესაც 138 მილიონ ლარს ირიგე პრემიებში, შენს მაღალჩინოსნებს, ხო? და რამდენიმე საერთოდ ვფიქრობ, რომ თანამედროვე სახელმწიფოებრივ ისტორიაში რეკორდიც კი მოიხსნა საჯარო მოხელეებს თუ კი ავიღებთ 35-40,000 ლარი პრემიები დაირიგა. თუ კი ეს მოგწონს, რაზეც მე ხავ საუბრობ, რა თქმა უნდა, აი ხა დღეს ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თუ კი საბოტაჟის გაგრძელება გაწყობთ ძვირფასო თბილისელებო, ხმა უნდა მიცეთ ნიკა მელიასო, თუ კი განვითარება გვაწყობს, ხმა უნდა მიცეთ ბატონ დავითან არმანიასო. მე ვამბობ, თუ კი გვაწყობს შეჩერებული საქართველო, თუ კი გვაწყობს მართლაც განუვითარებელი პროექტები, თუ კი გვაწყობს უბრალოდ ეკონომიკა დეგრადირებული და ელემენტარულად არანაირი იმედი ხვალინდელი უკეთესი დღის, ხმა უნდა მივცეთ იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელმაც ელემენტარულად ძალიან ბევრ რამეში მოგვატყვილა. რომელი ერთიდროულად ჩამოთვალა. ყველაზე მნიშვნელოვანი იცით რა არის, გიორგი, და დავასრულებ ამ ნაწილს. ამ არჩევნებით ჩვენ თბილისელებს გვაქვს უნიკალური შანსი, რომ პოლიტიკოსებს დაუწესოთ მაღალი სტანდარტი. მაღალი სტანდარტი დაუწესოთ და რას გულისხმობ? თუ კი რომელიმე ხელისუფალი მოიტყვილება წინა საარჩევნო დაემტყვილების ხარჯზე მოიპოვებს გამარჯვებას, მომდევნო არჩევნებზე თუ კი ამ პოლიტიკურმა ძალამ კვლავ მიაღწია გამარჯვებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას, მომდევნო ხელისუფლებას, ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფს, ექნება უდიდესი ცდუნება, რომ აი ესე ტყვილებით გაიაროს. როდესაც ის ამაზე აგებს პასუხს, მე დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო პოლიტიკური გაერთიანებები სხვადასხვა არჩევნებზე დაფიქრდებიან სანამ აი ესეთ დაარიგებენ ვასალით ამ შეუსრულებელ დაპირებებს. ბატონიკა, ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენი ოპონენტი აქ არ იმყოფება და არ აქვს საშუალება, რომ პასუხი გაგცეთ, მაგრამ ეს მისი არჩევანი იყო. ნიკა მელია აცხადებს, რომ თუ ის გახდება თბილისის მერი, უბრალოდ ის ამბობს, როდესაც ის გახდება თბილისის მერი, ის გადახედავს ერთ-ერთ კონკრეტულ ხელშეკრულებას, იგულისხმება City Park-თან დადებული ხელშეკრულება, ვინაიდან ის ამბობს, რომ მოსახლეობაში ეს ხელშეკრულება და City Park-ის საქმიანობა ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს. თქვენ თუ აპირებთ ამ ხელშეკრულების გადახედავს, ნამდვილად ვაპირებ, არ ვიქნები გულწრფელად თუ კი ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ ამ კომპანიის მუშაობით, თუმცა მსგავსი კომპანიები ოპერირებენ ყველა დედაქალაქში და ყველა სხვადასხვა ქალაქში სოფლის მასშტაბით, ხო? მე ვფიქრობ, კორექტირება არის აუცილებელი და არა ხელშეკრულების გაწყვეტა. ვინაიდან ხელშეკრულების გაწყვეტა გამოიწვევს ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, ჯარიმას, რომელიც დაიკისრება სახელმწიფოს და მიმაჩნია ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, მსგავსი კომპანიები არსებობენ ყველგან. უბრალოდ ჩემის აზრით მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდეს დაჯარიმებული სატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომზე გადაყვანა, რაც კიდე დამატებით ჯარიმას იწვევს და დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული მოქალაქეებისათვის იმ ფონზე, როდესაც სამუშაო ადგილები კი არ იმატებს, არამედ კლებულობს, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი ეს კომპონენტი იქნეს დაკორექტირებული. ასევე ძალიან მინდა ორიოდეს სიტყვით ვახსენო იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც კომუნალური ხარჯების შემცირებას იწვევს. ასევე გუშინ დებატებზე ჩემმა ოპონენტმა ჩემდა მართლაც გასაკვირად ეს პროექტი რატომღაც გააკრიტიკა, არა და რომელი პოლიტიკური გაერთიანების წევრიც არ უნდა იყოს, მართლა უნდა მოიწონო, იმიტომ ეს არის მომავალი პროექტი. ეს არის პროექტი, რომელიც კონკრეტულ მისამართზე უკვე განხორციელდა თემქის დასახლებაში და გამოიწვია ზაფხულში აბსოლუტურად ნულოვანი არის ხარჯი, ანუ ცხელწყალში და გათბობაში არ გიწევს არც ერთი თეთრის გადახდა და დღეს მე ვეწვი ერთ-ერთ ოჯახს და ზამთარში ეს ხარჯი მცირდება 30 თეთრით. და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის განვითარებას მიეცეს გასახანი და ჩვენ ნაცვლად იმისა, რაც ჩემმა ოპონენტმა გუშინ განაცხადა, რომ თქვენ იცით, რომ გიგი უგულავა ახორციელებდა დედაქალაქის მერია ვაუჩერიზაციას, ანუ ამ კომუნალური ხარჯების 48 მილიონი ლარი იხარჯებოდა, მან განაცხადა, რომ ამას გააორმაგებს. კი არ უნდა გავაორმაგოთ, არამედ მსგავსი პროექტები უნდა გამოვითაროთ, რომ გადაყრილი არ იყოს ეს თანხა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ პროექტების განხორციელება მოგცემს იმას, რომ თანხას დაიგზოგება გრძელვადიან პერსპექტივაში და ეს უნდა დაემსგავსოს არა თევზის მიწოდებას, არამედ ანკესის მიწოდებას და ვფიქრობ, რომ ეს არის
უნიკალური პროექტი, რომელიც ძალიან წარმატებით ხორციელდება თურქეთში, ისრაელში, ბულგარეთში და სხვა ქვეყნებში. კიდევ ერთი კონკრეტული საკითხი, ეგრეთ წოდებული ხრუშოვკების პრობლემის გადაჭრას თუ აპირებთ და როგორ აპირებთ, ამაზე იყო ჩვენ ვიცით საუბარი წლის დასაწყისში საკრებულოს მხრიდან თითქოს იყო უკვე შეთანხმება არაბ ინვესტორთანაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ამის იქით საქმე არ წასულა. ეს სამწუხაროდ დაპირება დარჩა დაპირებად და თავისივე გუნდის წევრებმა საკრებულოში სკეპტიკურად შეხედეს, ეს უბრალოდ იყო გუშინავს თქვი ნადირობა წინა საარჩევნო ხმებზე წარმოუდგენელი არის იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკა უფრო და უფრო რთულ მდგომარეობაშია, ამას სჭირდება ძალიან მძლავრი კაპიტალი, ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა და რა თქმა უნდა მთელი რიგი კორპუსები, რომელიც უმწვავეს მდგომარეობაში იმყოფება, ხრუშჩოვკის გულისხმობ, მათი წერტილოვანი ჩანაცვლება უნდა მოხდეს, მაგრამ ის რომ ეხლა მე ვთქვა, რომ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ათასობით ხრუშჩოვკა ეგრეთ წოდებული იქნება დემონტაჟ დაქვემდებარებული და ახალი სახლები აიგება, ეხლა ძალიან დიდი ტყუილი უნდა უთხრა ჩვენ საზოგადოებას. ამიტომ ტყუილი იყო უდიდესი ის სურვილების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა და სახელმწიფოსგან ითხოვდნენ გარანტიას, რაც ყოველთვის თავი დავანებოთ ძალიან ცუდ პირობებში და მდგომარეობაში აყენებდა საქართველოს ქართულ სამშენებლო კომპანიებს და მადლობა ღმერთს განუხორციელებელი იყო, მაგრამ ეყოთ რამდენიმე საღი აზრი ქართული ოცნებიდან თავად მიხვდნენ, რომ იმდანაც უტოპიური იყო, თავად გააკრიტიკეს თავისივე გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომლის განვითარებასაც დავით ნარმანია აპირებს, ეს არის გამწვანება ქალაქის და ამ თვალსაზრისით თქვენი გეგმები როგორია, იმიტომ რომ კრიტიკა ამ თვალსაზრისით დიდი ხნის განმავლობაში ისმოდა წინა პერიოდში, იმიტომ რომ მშენებლობებმა ძალიან დიდი თავისუფალი ტერიტორიები შეიწირა ქალაქში, მათ შორის ვაკის პარკთან დაკავშირებით თქვენ გახსოვთ, როგორი მძაფრი კრიტიკა ისმის დღემდე, ვინაიდან იქ სარეკრეაციო ზონებში გაჩნდა ისმის და სამართლიანად შესაძლებელია ისმოდეს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, იქ არის კერძო მესაკუთრე, რომლის საკუთრებაში არის წლების განმავლობაში თუ არ ვცდები, ჯერ კიდევ 2000 წლამდე იყო ერთ-ერთი კერძო მესაკუთრე საკუთრებაში და ამავე დროს უნდა იყოს გათვალისწინებული აუცილებლად საზოგადოებრივი მაღალი ინტერესი. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ოქროს შუალედი უნდა იყოს გამონახული. მაგრამ ის, რომ ეხა კერძო მესაკუთრე დავჩაგროთ ცალსახად, ხომ? ესე ნამდვილად არ გამოვა, მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესიც არ უნდა შეილახოს. ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ამიტომ აუცილებელი არის ოქროს შუალედი იქნეს გამონახული. ზოგადად ეხა ამ მიმართულებით მართლაც ძალიან ბევრი რანგა 252 სკვერი და ბაღი და პარკი მოეწყო დედაქალაქში და ვისაც თბილისი გვახსოვს ძალიან კარგად დამეთანხმება პრაქტიკულად არ არსებობდა და თვითზე ჩამოსათველი რაოდენობა არსებობდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ურბანული განვითარება დედაქალაქში მოხდა, აი რამდენიმე წერტილოვან ადგილას რეკრეაციული ზონების ხარჯი. ეს დაუშვებელია აბსოლუტურად და ჩემი გამარჯვების შემთხვევაში მე კატეგორიულად სწორი მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი ნებისმიერ რეკრეაციულ ზონაში, განწვავების ზონაში, ნებისმიერი სახის მშენებლობაზე. დაუშვებელია, იმიტომ რომ ჩემი პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ფეხით მოსეულთათვის თბილისში ბევრად უფრო კომფორტული პირობების შექმნა და რა თუ არა რეკრეაციულ ზონები, ბაღები და სკვერები პასუხობს ამ გამოწვევას, რომელი გამოწვევის წინაშეც ჩვენ ვდგევართ. ჩემი მაგალითად ოცნება არის როგორც ამ ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანისა, რომ არა მხოლოდ პარკი, არა მხოლოდ ბაღები კონდეს ჩვენს ქალაქს, არამედ აი ეს მწვანე კორიდორები კონდეს, ასევე როგორც ევროპულ ქალაქებში არის, თქვენ იცით, შეიძლება A პუნქტი და B პუნქტამდე მივდიოდეთ და აბსოლუტურად პარკის გავლით მოგვიწიოს იმ მანძილის დაფარვა. მე ვფიქრობ, რომ აი აქეთკენ უნდა ავიღოთ გეზი და ყველაფერს გავაკეთებთ და წინა გამოცდილება, იცით რა არის? გვამაძლევს ამის საშუალებას. წინა გამოცდილება, წინა ხელისუფლების გამოცდილება მაძლევს დავინახო ის კარგი რაც იყო და არ გავაკეთო ის ცუდი რაც იყო და ის გადასტობა. ამიტომ წყდება გული ნამდვილად არ მესვეს ხშირ შემთხვევაში ქართული ოცნების ხელისუფლებისა, რატომ მაინდა-მაინც იმ ცუდს დაადგა და რატომ მაინდა-მაინც იმ ნეგატიურს ამვითარებს და რატომ მაინდა-მაინც იმ კარგს, რომელიც ყველას მოწონდა, არ მოკიდა და არ განავითარა, მაგრამ მე მაქვს ეჭვი, რომ უბრალოდ შეიძლება ამ კარგის განვითარებას უბრალოდ მეტი კომპეტენცია, მეტი უნარი სჭირდება და შეიძლება და ვფიქრობ დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომპეტენციისა და უნარის ნაკლებობა არის ცენტრალურ ხელისუფლებაში.
ამიტომ ბატონიკა ბოლო შეკითხვა მექნება თქვენთან და შემდეგ თქვენ გექნებათ საშუალება რომ დასკვნითი სიტყვით მიმართოთ მოსახლეობას. ამაზე აქამდეც იყო საუბარი, მაგრამ გუშინდელი დებატების თუ ტელეპრეს კონფერენციის შემდეგ თქვენს მიერ გაკეთებული კომენტარის შემდეგ ეს საკითხი კიდევ ერთხელ წამოვიდა წინ. მერის ძირძველი თბილისელობა. თქვენ გააკეთეთ ამაზე კომენტარი, მე ვიცი, მაგრამ ახლა მინდა რომ პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ განმარტოთ. თვლით თუ არა რომ თბილისის მერი უნდა იყოს ძირძველი თბილისელი? დიდი მადლობა, მე ამის თაობაზე ძალიან ბევრჯერ მომიწია საუბარი, რა თქმა უნდა, კატეგორიულად არ ვეთანხმები და მე ახსოვს რა ვიგულისხმე გუშინ, ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ, მე აქ წარმომავლობაში არ არის პრობლემა არანაირად, რა თქმა უნდა, აქ არის პრობლემა შინაარსში. მე ვთქვი, რომ ბატონო ოპონენტს თვლი ეხლას და პირდაპირ ეთერში ვიტყვი, და ალბათ მისმენს ბატონი დათო და მისთვის მე პირადადაც მithქვას, ასე თქვა პრივატულ საუბარში, რომ მას არათუ გათავისებული არ აქვს. არამედ უბრალოდ ჩემის აზრით არ ესმის თბილისში არსებული პრობლემების და ასევე ჩემის აზრით და მარწმენით არ აქვს უნარი მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. და გუშინ რაც შეეხება ჩვენს დებატებს ახალ საზოგადოებაში ეს აინტერესებს, მე რომ მას ვეუბნებოდი რომ ყოფილხარ თუ არა ჩიტაძის ქუჩაზე, მან წარმოადგინა ჩემთან გასაკვირად დაქსეროქსებული საარჩევნო უბნის ოქმი, მე-6 საარჩევნო უბნის ოქმი, რომელიც მდებარეობს ჩიტაძის ქუჩაზე და მითხრა რომ აი ბეშენ საცხოვრებელ უბანში მოგიგე და აი ხო მაგარი ვარ, ხო აი ხო მოგიგე მეუბნებოდა და მე ვუთხარი ეხა საიდან თუ არა მომზადებული ეს ვიღაცამ ამოგიბეს და ვიღაცამ ეს ინფორმაცია ხო მოგაწოდა დაგიწერეს ან საარჩევნო უბანი მე-6 უბნის დაწუნებული ვარ ეხა მე-47 სკოლაში მდებარეობს ან ჩიტაძის ქუჩაზე თქვენ ყოფილხართ აი ეს ვიგულისხმე იმიტომ რომ ჩემის აზრით აბსოლუტურად მიუღებელი იყო ნიშნის მოგებით საუბარი იმაზე რომ მე თქვენ 18 ხმით აი ამ უბანზე ხო მოგიგეთ და ზოგადად რაც შეეხება თბილისელობას არათბილისელობას რა თქმა უნდა ეს არის პრობლემა და არანაირად არ ვეთანხმები არც ერთ ადამიანს იმიტომ ძალიან ბევრი არათბილისელი ცხოვრობს თბილისში თუმცა ეს არის აბსოლუტურად ნორმალური მე ადრესს მithქვავს და ეხაც ვამბობ თავარი არის პრობლემები გვესმის თუ არ გვესმის და მნიშვნელოვანია რომ პრობლემებში ვიყოთ გათვითცნობიერებული და მე ვფიქრობ რომ ბატონ დავითს გარდა იმისა რომ მას დამოუკიდებლობის სერიოზული პრობლემა აქვს და რატომღაც მამალმა ჩათვალა რომ ჩემი ამ მოსაზრების ტირაჟირება იყო არაკორექტული მე მაშინ არაგულწრფელი ვიქნებოდი თუ არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ დღესაც და ხვალაც ვიტყვი მე ვფიქრობ რომ იგი აბსოლუტურად არ იქნება და არ არის დამოუკიდებელი ერთი და ვფიქრობ რომ თბილისის პრობლემატიკაში აბსოლუტურად არ არის გარკვეული ეს თუ მისთვის არის არაკორექტული მომიტევეთ მე ხვალაც იგივე აზე ვიქნები და ზეგას გასაგებია ბატონიკა თქვენ გაქვთ ახლა საშუალება საბოლოოდ მოკლედ მიმართოთ ამ მომრჩევალს რატომ უნდა მოგცეთ მან ხმა თქვენ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ყველას ვინც პირველ ტურში გამოცხადდა მიუხედავად იმისა მე დამიჭირა მხარი თუ სხვა რომელიმე მერობის კანდიდატს და ვფიქრობ რომ ყველანი ერთად მაქსიმალურად მიუხედავად იმისა რომ ცხელი ზაფხულის დღეებია უნდა გამოცხადდეთ არჩევნებზე ჩვენ საარჩევნო უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი ვინაიდან მართლაც ვფიქრობ რომ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას დღეს თბილისი როგორც არასოდეს და თბილისს ჩემის აზრით უნდა ყავდეს ის მერი რომელიც ანგარიშვალდებული იქნება თქვენთან ძვირფასო თბილისელებო საზოგადოებასთან და არ იქნება ანგარიშვალდებული ერთ ადამიანთან ვის თუ არა დედაქალაქის მერს დამოუკიდებლობის ხარისხი ნამდვილად ჭირდება და როდესაც დამოუკიდებლობის ხარისხი არ არსებობს ბუნებრივია წარმოუდგენელია დედაქალაქის განვითარება მოხდეს ასეთი კანდიდატის მერობის შემთხვევაში მე აბსოლუტურად გაცნობიერებულად კვირდები თქვენ ყველა იმ პროექტის განხორციელებას და ყველა ასე თქვენ რამდენიმე პროექტი მაქვს ლობირებას რომელიც უკავშირდება მაგალითად აქციზის გადასახადისა საწვავის გათავისუფლებას რაზეც ვისაუბროთ ამის ლობირებას ნამდვილად ვაპირებ იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი და მიმაჩნია რომ ძალიან ბევრი საუბარი იყო ამ 4 თვის განმავლობაში და ჩვენ მოსახლეობას ყვეთათ აქვს პოზიცია ჩამოყალიბებული თავარია არჩევნებზე გამოვცხადეთ მიუხედავად იმისა რომ შორს იყო რბილად რომ ვთქვათ სამართლიანი საარჩევნო ასე თქვათ კონტექსტიდან ის არჩევნები რომელიც ჩვენ გავიარეთ თუმცა მიუხედავად ამისა ყველანი უნდა გამოვცხადდეთ და გავაკეთოთ ის არჩევანი რომელიც ჩვენს ოჯახების კეთილდღეობაზე აისახება და არ დაუშვათ სამწუხაროდ ის შეცდომა რომელიც
ერთი წლის წინ ჩვენ დაუშვით. არ დაუშვათ შეცდომა, როდესაც ჩვენ ვიღაცის ხათრით ავირჩევთ ერთ-ერთ ინდივიდს, ხომ, ცალკე აღებულ ადამიანს და მე მას დაუწყებთ ზუსტად ერთი წლის თავზე გაკრიტიკებას. მნიშვნელოვანია, რომ გაცნობიერებული და გააზრებული არჩევანი გაკეთდეს და მე მაქვს ძვირფასი თბილისელების, ჩემი მეგობრების იმედი, რომ ყველანი ერთად ორგანიზებულად გამოვცხადდებით, სადაც არ უნდა ვიყოთ, რომელ აგარაგზეც არ უნდა ვიყოთ, რომელ ასე თქვათ ქალაქშიც არ უნდა ვიყოთ, ჩამოვალთ და გავაკეთებთ იმ არჩევანს, რომელიც ჩვენ მეტ კეთილდღეობას მოგვიტანს მომდევნო 3 წლის განმავლობაში. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მე წარმატებას გისურვებთ. ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი. კარგად ბრძანდებოდეთ, მადლობა თქვენ. ჩვენ დავბრუნდებით რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ უკვე სხვა ქალაქების მერობის კანდიდატებთან ერთად, ისევ ქართული ოცნების გარეშე. რამდენიმე წუთში.